გაიხსნა ყაზახური კაბინეტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კაბინეტი ატარებს აბაი კულუმბეკოვის სახელს, კულუმბაევის სახელს. ეს რას ნიშნავს, იცით? იმ ქვეყანაში და ამ ერის ამ ქვეყნის შვილებში. აბაი ეს არის აი რა შევადა რომ დაახლოებით როგორც ქართველებს შოთა რუსთაველი. ნებისმიერი ერი, ეხლა ამაში გასაკვირი არც არაფერი არ არის, ყველაზე დიდ შვილს, თავის ყველაზე დიდ შვილს, სადაც კი გაჩნდება რაიმე შესაძლებლობა, პატარა კუნძული, ხო? რაც წარმოაჩენს ხალხს და ქვეყანას ღირსეულად, ცდილობს ღირსეული შვილის სახელი მიენიჭოს. ეს მათივე თხოვნით მოხდა ამ სახელის მინიჭება და მათივე ინიციატივით მოხდა ამ უნივერსიტეტში ყაზახეთის ოთახის გახსნა. რას ნიშნავს ახლა ეს ოთახი ჩვენთვის? ყაზახეთის მიწა გაჩნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის კიდევ ერთი აღიარება აი ამ უნივერსიტეტის და იმ საქმიანობის, რასაც ეს უნივერსიტეტი უნდა ეწეოდეს და რასაც ეწეოდა ახორციელებს ქვეყნის ერთიანობის კუთხით მისი განსხვავებული და განსაკუთრებული მისიიდან გამომდინარე. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე და პატივისცემით, მათი ინტერესების გათვალისწინებით მოვიყვანეთ დღევანდელი დღე. მე მინდა მადლობა გადაუხადოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელთანაც ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ დღეს გავხსენით აბაი ხუნანბაევის სახელობის აუდიტორია. ეს არის სიმბოლური და არ ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ მასზე ისაუბრებენ. თუ ჩვენ მეგობარ ქართველებს სურთ უფრო მეტი გაიგონ ყაზახეთზე, შეუძლიათ ეწვიონ ამ აუდიტორიას. აქ არის კომპიუტერები, გაზეთები, წიგნები, ელექტრონული მასალები და უახლესი ინფორმაციები ყაზახეთის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ და ჩვენ ვცდილობთ გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ახლა უკვე რეისებიც აღდგა, ყაზახებიც ჩამოდიან და ეკონომიკური ურთიერთობებიც იწყებს განვითარებას.